ვიცი გეშინიათ. ყველას გვეშინია, რადგან ასე შორს ჯერ არ ამიყოფილა. ორიოდე კვირაში ოკეანეს მივაღწევთ და სახლისკენ მოვბრუნდებით. გემებს ავაგებთ და იალქნებით ნილოსზე გავცურდებით ეგვიპტისაკენ. ალექსანდრიას მივაღწევთ და რამდენიმე კვირაში შინ ვიქნებით. იქ ჩვენი ქალები გველოდებიან. იქ ჩვენი ნადავლით ვიტრებახებთ და აზიის ამბებს მოვყვებით. შენ გველოდება სახელი და დიდება, რომელიც სიკვდილამდე გავყვება. ალექსანდრეს არ მივატოვებთ. შენთან ვართ, ალექსანდრე. რა ხდება? ჩუმად ხართ? შენთან ვართ, ალექსანდრე. ოგესტ. გმირო. სად ხედავ მითიურ ამორძალებს, რომლებიც კაცებს ისრებს ესვრიან, სად გაქრნენ? ალექსანდრე, შენთან ვართ. მელეარქ. ვინც უნდა დავიპყროთ, დაპყრობილებზე საშიშნი იქნებიან? ლისიმაქე. ანტიგონ. გულს მიკლავთ. მართლა გეშინიათ? ალექსანდრე. 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 მეფეო. ზუზუნი არ მიყვარს, მაგას სხვებსაც უგრძალავ, მაგრამ ბევრი ჯარისკაცი დამეხოცა. და გამოუცდელი ყმაწვილები დამემატა. ძოლებიდან ზოგის ნეულებამ მოკლა, ზოგი ბრძოლაში აჩეხეს, მდინარე ოქსთან. ზოგი ღირსეულად დაეცა, ზოგს ნაკლებად გაუმართლა, მაგრამ აღარც ისინი აღარ არიან. 8 წლის წინ 40,000 კაცს მეთაურობდი. შენთან ერთად ნახევარი მსოფლიო შემოვიარეთ. წვიმაში თუ სიცხეში შენთვის ვიბრძოდით. ბევრმა ჩვენგანმა 50 ბრძოლა გადაიხადა. ბევრი ბარბაროსი დავხოცეთ. მაგრამ ძალიან ცოტა დარჩა ის ხალხი, ვინც მაკედონიიდან წამოვიყვანეთ. შენ კი გინდა რომ ველურ ტომებს ისევ ვებრძოლოთ და აღმოსავლეთის სიღრმეში წავიწიოთ. იქ უამრავი გაცოფებული სპილოა, უამრავი ღრმა მდინარეა. კრატერ. კეთილო კრატერ. შენზე უკეთ ვერავინ იტყოდა. კაცთა შორის გამორჩეული ხარ. ჩემს სხეულზეც მრავალი ნაჭრილობებია. ძვლები მეც დამტროული მაქვს. სიკვდილს თვალებში მეც შავხედე და ყველა განსაცდელს თქვენთან ერთად გავუძელი. ვიცით და სწორედ ამიტომ ყველას გვიყვარხარ. მაგრამ ღმერთს ვიცავ, ძალიან ბევრი დაგვეხოცა. შენ მამობის ბედნიერება არ გეღირსა. ჩვენ კი უბრალო მოკვდავნი ვართ და ღმერთების რისხვის გვეშინია. მხოლოდ ერთი რამ გვინდა, ჩვენი შვილები ვნახოთ. ჩვენი ცოლები და შვილები ვნახოთ. უკანასკნელად ვიდრე ჩვენი მეგობრების ხვედრს გავიზიარებთ და ჰადესის სამეფოში აღმოჩნდებით. ჩვენს მეფეს უნდა გავყვეთ, სიკვდილი მოღალატეებს. ო, მართალი ხარ, კრატერ. ზრუნველობა მოგაკელით. ძველ მეომრებს სახლში გავუშვებ. ყველა თქვენგანი ვერცხლის ფარს მიიღებს. ვინც უკვე 7 წელი იმსახურეთ სამეფო ხაზინას სრულ კმაყოფაზე აგიყვანთ. ბევრნი ვართ, ალექსანდრე, ბევრნი. მდიდრები იქნებით, ყველასათვის სასურველები. თქვენი ცოლები ისე მოგემსახურებიან, როგორც გმირებს შეჰფერით. სიბერემდე მიაღწევთ და მშვიდად, უშფოთველად წახვალთ ჰადესთან. ეს მხოლოდ ოცნებაა, კრატერ. თქვენ მაკედონელები აღარ გქვიათ, რადგან სპარსელ ქალებთან შვილები გააჩინეთ და ჯიბეები, ოქროები დაიტენეთ. რადგან ყველაფერი შეიყვარეთ, რაც კაცს ხუპავს. ეს ხომ გესმით? თქვენც ხომ კარგად იცით, რომ წლები გავა და მოგონებები გაფერმკრთალდება. თქვენს გმირობას ყავლი გაუვა. მაგრამ წარეთ გაგახსენდებათ, რომ თქვენი მეფე აზიაში მიატოვეთ, რადგან გზას გავაგრძელებ აზიელების არმიასთან ერთად. ჩვენ გამოყვებით, ისკანდერ, ჩვენ გვიყვარხარ. შენ გაგვიშვი, გამარჯვებებმა დაგვალა, სიკვდილის წინ ცოლშვილის ნახვა გვინდა.
უკვე შვილიშვილები მყავს, მაგრამ ისინი არ მინახავს. დაგვიშვი, ხო? დაგვიშვი. შვილები გვენატრება. შვილებს ჩემს ხარჯზე ზრდით. ჩემთვის არაფერი ამიღია, ხოლო დერთვეს გთხოვთ, სხვას არაფერს. ჩვენ არასდროს გვისმენდი, არასოდეს. გაჩუმდი, ნაბიჯარო, მამა შენი აქამდე გაგვიშვებდა. აქამდე ხომ მოვაღწიეთ, ბოლომდე მომყევით. არა, შორია. შინ დაბრუნდებით. მე ბარბაროსებთან დავრჩები, ესენი მამაცები არიან. ყველას დაგხოცავ, რომ შენი ავკაცობა ქვეყანა არ შეიტყოს. მე გვინთქვა, მაკედონიაში ვერასდროს დავბრუნდებით. თუ მხდალი არ ხარ, გამოდი და ეგ სიტყვები გაიმეორე. რატომ უნდა მომკლა? საერთოდ შვილო, მამა შენის ხსოვნა, რატომ შეურაცხავი? იქნებ ისიც შენ მოკალი კლიტოსივით. დაიმალე, ბრბოში დაიმალე, თორე მოკლავ. ალექსანდრე, ჩემი ღირსება შეურაცხავით, ჩემი წინაპრების ღირსებაც. დაიჭირეთ, ესეც დაიჭირეთ. მკვლელს ნუ მეძახი, მკვლელი არა ვარ, მე ეგ სისხლი არ მცხია. უკან დაიხიეთ, ღალატისთვის მწარედ დაიშჩებით. არქეოს, ნუ დამცინი რომ კლიტოს დავტირი და მამა ჩემის მოკლას ნუ მაბრალებ. უკან დაიხიეთ, გარვებში წადით. მე ხომ თქვენთვის ყველაფერი გავაკეთებ, შიშრებო, მოდით, გააშიშვლეთ מחვილები. მოდით! იშიშვლეთ מחვილები. ალექსანდრემ არმია სამხრეთით წაიყვანა, შორეული ოკეანისაკენ. შეთქმულებს კი ისე მოექცა, როგორც ომის დროს, ყველა სხვა მხედართმთავარი მოიქცეოდა. ცხადე იყო, რომ არმია ორად გაიხლიჩა და ალექსანდრე ყველას აღარ უყვარდა.